და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს გავაკეთეთ ჩვენ გაშლა, ეს გაშლა მქონდა გაკეთებული რუსულ არხზე და მთხოვოს გოგოებმა, ვინც უყურებს ჩემ რუსულ არხს, რომ ქართულადაც გაგვეკეთეთ ეგეთი გაშლა და ამიტომ შევპირდროთ კი ბატონო და ამიტომ გავიმეოროთ ასე რომ ვთქვათ, ხო? და ვნახოთ აბა რა არის ამ პარტნიორის გამოჩენის უმაღლესი მნიშვნელობა თქვენს ცხოვრებაში. ეხლა ვკითხოთ ჩვენ ჯერ ახლა უცბად ვნახავ სიგნიფიკაციას თქვენსაც, თქვენ შორის ახლა ამ წუთში რა ხდება, რო იცოდეთ რომ თქვენი გაშლა და მე ვკითხოთ უკვე ტაროს. აქ ახლა როგორი მომენტი ვისთვის იქნება ეს გაშლა? თქვენ თვითონ რა ხართ როგორ იცით? შეიძლება ზოგისთვის იყოს ახლა პაუზა, ან შეიძლება იყოს მანძილი, შეიძლება იყოს როგორი მომენტი იცით? ერთადაც შეიძლება იყოს, არ არის გამორიცხული, უბრალოდ არის სიტუაცია როგორ აქ გოგოზე უფრო აქცენტს აკეთებენ და მაჩვენებენ რომ თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ ამ ადამიანზე. ეგრევე შემიძლია გითხრათ რომ ადამიანი არ არის აქ, თქვათ ახლა კორწინებაში ან რამეში, აქ არა თავისუფალი ადამიანი არის რა. და თქვენ შემიძლია გითხრათ რომ ძალიან განიცდით, აი როცა არ არის ეს ადამიანი თქვენს გვერდით, თქვენ ძალიან დიდ ნაკლებობას განიცდით რა. იმიტომ რომ ეს ადამიანი არის თქვენს გულში, ეს ადამიანი არის ისეთ რომ არ შემიძლია მისი გაშვებაც არ შემიძლია და ნამდვილად აი აქ კითხვა თქვენ ზუსტად თქვენ, ყველა არ გახსნით ამ გაშლას, თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანი არის, რომ აი რა მოაქვს ამ ადამიანს, რატო მაღალი ძალებმა, რატო მომწეს ეს ადამიანი, რატო მაქვს ასეთი განცდა, რატო მე ასე განვიცდი. შეიძლება თქვენ აქ კიდე როგორი თემა იყოს, იცით? აი გაგება გინდათ, გამიგეთ? აი აქ გინდათ ღრმად გაგება, ნამდვილად, იმიტომ რომ პრინციპში ეს არის ყველაზე მაგარი და მე ძალიან მიყვარს ესეთ ადამიანებთან მუშაობა, ვინც ჩემსავით არ უყურებს ურთიერთობას, მხოლოდ იმ კუთხით, რომ ეს ადამიანი მოვიდა მართლა აი უნდა ერთმანეთთან როგორ გითხრა, აი ჩვეულებრივი ურთიერთობა და როგორ გითხრათ, აი მაგას მე ვუძახე ახლა Facebook-ის ურთიერთობას და Instagram-ის ურთიერთობას, სადაც აჩვენებენ, რომ აუცილებლად რაღაცა უნდა იყოს ერთად თქვათ, ახლა გავიცანით, ახლა სულ სიყვარული და არასოდეს ჭყუბი არა და რაღაცა ეგეთ ეს არ არსებობს. ურთიერთობაში ეგეთი რამე არ არსებობს. ჩვენ გვეძლება ყველაფერი იმისათვის, რომ ჩვენ გავიაროთ რაღაცა განსაზღვრული გზა, რომელსაც აქ სულს ჩაფიქრებული, როცა მოდის დედამიწაზე. და ამიტომ ჩვენ როცა თუ მარტო თქვათ, გვექნება ურთიერთობა ისეთი, რომ ჩვენ ერთმანეთს თქვათ, ახლა დავაბრალოთ, შენ ასეთი ხარ, შენ ისეთი ხარ, შენ იმას არ მეკეთებს, შენ მე კაროჩე რა, არ გამოვა არაფერი, იქნება სულ ძალიან ბევრი სირთულეები და ამიტომ იმ ადამიანებს, ვისაც აინტერესებს ურთიერთობა ცოტა კიდე სხვა კუთხით, უფრო იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია, როცა შენ შეიძლება ადამიანი იმდენ ყურადღებას თქვათ არ გაქცევს, რამდენიცაც შენ გინდა რომ მოგაქციეს, ხო? შეიძლება შენ უყურებ და შენ და ქალსთან ახლა შენზე საერთოდ ახლა უფრო ნაკლები იყოს, ჩვენ გოგოები ხო იცით, ახლა ცოტა ეგოისტები ვართ და ყველაზე ლამაზები ჩვენ ვართ, რა თქმა უნდა. მაგრამ რატომღაც ახლა იმას თქვათ უფრო მეტი ყურადღება, იმას საჩუქრებს, ჩუქნის მანქანებს, რა ვიცი, რაღაცებს და მე აი თან გადაყოლილი ვარ და დაუშვოთ ახლა აი ასე. ვერ ვიღებ იმას, რაც მე დაუშვოთ მინდა რომ მივიღო. აი რატომ ვკითხულობთ, რომ აი და შეიძლება სხვა ვიღაცა დაუშვოთ ახლა მზად არის შენ ახლა რა ვიცი თვითმფრინავები და ვეთფრენები გაჩუქოს, მაგრამ შენ არა, მაინც ეს გინდა, ეს პიროვნება გინდა, ამიტომ რა თქმა უნდა მე გვებადება ჩვენ კითხვები, რომ აი რატო და აი უფრო კარგი კითხვა არის რისთვის, რა თქმა უნდა, რისთვის მოვიდა პარტნიორი, რა უნდა მას სწავლოს და ამიტომ ვამბობ და კიდევაც ვიტყვი, მე ყოველთვის იმიტომ ვიყენებ ბედის მატრიცას, იმიტომ რომ იქ არის ძალიან კარგად ნაჩვენები ყველა პროგრამები, რა პროგრამებით ხართ მოსული თქვენ
და როცა თქვათ აი პარტნიორზე რო ვაკეთებთ გაშლას, ადვილად შეგვიძლია გავიგოთ ჩვენ, რომ აი ეს პარტნიორი უშუალოდ რა პროგრამის მოვიდა, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი პარტნიორი იყოს, რომ ყველა პროგრამები დაგამუშაოს იმ დონეზე, რომ რა გითხრა და კი შეიძლება სიმწარეებიც გაიაროთ და ძალიან ბევრი ტკივილიც გაიაროთ, მაგრამ თქვენ იზრდებით. ნუ აი ხო გეუბნები ბავშვიც რომ მოდის, ხო, რომ ვიბადებით ჩვენ, მასეთ ისეთ განცდას და ისეთ ტკივილს განიცდის, რომ ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ის არ გვახსოვს, მაგრამ ნუ არის ეგეთი არის ეგეთი ინფორმაცია, ხო? და ანუ ტკივილს განიცდით, ხო? იმიტომ რომ ტკივილი და მე იბადება ახალი სიცოცხლე და ეს ასე რომ ჩვენ თუ გვინდა რომ გავიზარდოთ, შევიცვალოთ, რა თქმა უნდა, ნუ ამ თემებზე უფრო რა თქმა უნდა მე ვლაპარაკობ ჩემი კურსი, მატრიცის კურსზე. იქ ცალკე მაგაზე გაკვეთილები, ნუ ამას არ ჩაუღრმავდებით, უბრალოდ ახლა თქვენ რომ იცოდეთ, რომ რატო არის ამას ყველაფერს აქ ახსნა და ამიტომ თქვენ ახლა აქ დაფიქრდეთ, რომ რატო არ შემიძლია ეს ადამიანი თუ ახლა ერთად არ ახარ ძალიან დიდ განცდებში ხართ, რომ დანაკლისს გრძნობ მაგ ადამიანის, მაგრამ აქ როგორი მომენტი არის, იცით, რომ ნუ ვერ უშვებთ რა, შეიძლება და ესეთი შეგრძნებაც გქონდეთ, რომ აი კი ახლა არა ვართ ერთად, მაგრამ მაინც ჩემს გულში არის ეს ადამიანი. ნუ ახლა აქ ბევრნი ხარ სხვადასხვა სიტუაციები და მოდით ნახოთ ახლა პირველი კითხვა, როგორც ყოველთვის მზად მაქვს კითხვები და ამიტომ ვკითხოთ, ესე იგი რა ენერგია შემოიტანა ამ პარტნიორმა ჩემს ცხოვრებაში, ვკითხოთ, ნუ თქვენ ცხოვრებაში რა რომელი მთავარი გაკვეთილი უნდა გავიარო მე მისგან. შემდეგი ვნახოთ, ახლა ჩემს რომელ ნაწილს ანათებს ეს პიროვნება, ანათებს, აშუქებს, ასე რომ ვთქვათ, რომელიც შეიძლება ვთქვათ, მე არც მინდა რომ ვაღიარო, ეგაც არის ხოლმე რა. ვნახოთ ახლა რომელი შიშები ან ბლოკები გააქტიურებს მან ჩემში. და რას მეხმარება ის განკურნებაში, ჩემი რომელი ახალი ვერსია ყალიბდება ამ ურთიერთობის წყალობით და რაც მთავარია ჩვენი კითხვა, რომელიც გვაქვს ჩვენ, რა არის ამ პარტნიორის გამოჩენის უმაღლესი მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში. ნუ აცეზე ღრმა კითხვები არის და ვნახოთ, ნუ აქ ძალიან გულის ტკენა არის, просто ვკითხოთ ვისი, ორივე შეიძლება აქ ძალიან განიცდით რა. ნუ პირველი კითხვა, ანუ რა ენერგია შემოიტანა, ნახეთ. ესე იგი, რა საინტერესო არის, აქ სხვადასხვა ადამიანი გასწავლის თქვენ თვითშეყვარებას. შეიძლება ნახეთ, რას ნიშნავს, აი ეს აქ ცოტა ღრმად რო ჩავუღრმავდეთ, შეიძლება თქვენ იყავით როგორი ადამიანი, იცით, ყოველთვის სხვისთვის, ყოველთვის თქვათ მე მინდა რომ აი გავუკეთო ყველაფერი სიკეთე სხვას დაუშვოთ, ხო? და ხშირ შემთხვევაში შეიძლება მე თვითონაც თქვენ ახლა რა არის, იცით, როცა შენს თავზე არ ფიქრობ და ფიქრობ მხოლოდ იმაზე, რომ მე რა გავუკეთო სხვებს, ეს არის ამას აქ ორი მხარე. კი ბატონო, შენ თუ გინდა სხვებს გაუკეთო ყველაფერი კარგი, ეს არის გადასარევი, მაგრამ შენ თუ ამას აკეთებ შენი ხარჯით, თუ სწორედ ვამბობ, ეს არ არის სწორი, რატომ? იმიტომ რომ თუ შენ თვითონ არ ახარ ენერგიაში, როცა მე კარგად ვარ, ხო? არ შეგიძლია სხვებს გაუკეთო, თქვათ, აი, უფრო რას გასცემ, ხო? ანუ რას გასცემ, რასაც შენ თვითონ ახლა დაუშვოთ, ახლა კი ვუკეთებ, მაგრამ შენ როცა არ ახარ თვითონ შევსებული, ისიც რაც გააქვს შენ, ხო, იმასაც თუ აძლევ, მე ცარიელი ხარ, გამიგეთ. და აი ეს ადამიანი შეიძლება როგორი იყო, რომ აი ცოტა ან არის, ხო, ეგოისტი ტიპი არის. ეგოისტი, ნუ თქვენი თვალსაზრისით შეიძლება ფიქრობთ, აი ჯერ თავის თავზე ფიქრობს, ჯერ თავის თავი უყვარს, ჯერ მაგას უნდა რომ თქვათ, აი და მე უკვე ჩემზე ფიქრობს, ნუ ან ვაფშე თუ ფიქრობს, ხო? ანუ ეგეთი რაღაცები შეიძლება თქვენ გქონდეთ, მაგრამ როცა ამასთან ურთიერთობაში აი რო ხართ, შეიძლება თქვენ თვითონაც ისწავლეთ, რომ
მოდი ახლა მეც აბა ვნახო ეს როგორია, რომ ჯერ მაშინ მეც ჩემს თავს რამეებს გავუკეთებ და მე თქვა, ნუ თუნდაც მას მე გავუკეთებ, ხო? ნუ გასწავლე, ეს არის ჯამრთელი ეგოიზმი. მე მაგალითად ასე ვუძახე ხოლმე ცხრიანს თასების, იმიტომ რომ როცა განწყობა, თან კიდე ნახეთ რა საინტერესო არის, აქ რა ენერგია არის თქვენ. თუ დაუშვათ აი ნახეთ, აქ თქვენ კიდე როგორ სიგნიფიკაციაზე, როგორი თემა შეიძლება იყოს, იცით? შეიძლება თქვენ მის დანაკლის განიცდით, იმიტომ რომ ხშირად გიწევთ მარტო ყოფნა. აქაც ახლა განდეგელი, აქ არის ახლა ცხრიანი თასების, ანუ ეს რას ნიშნავს, იცით, როცა გასწავლის ადამიანი იყო შენს თავთან მარტო კარგად და კომფორტულად. თუ შენ არ შეგიძლია იყო და დაუშვათ შენს უგანიც და შენ ნუ გაგლიხართ რა, გაგლიხართ. აქ არის დანაკლისის ენერგია, როცა სიგნიფიკაციაში, როცა აი შენ როცა ჩემთან ხარ, მაშინ მე კარგ ხასიათზე ვარ. შენ როცა ხარ ჩემთან, მაშინ მე ვარ შევსებული. შენ როცა ჩემს გვერდით ხარ, მაშინ მე არ ავგრძნობ დანაკლის, ხო? ანუ თითქოს სულ რაღაცა მაკრია. და პლუს კიდე აქ გამოდის სულ თასები, ანუ ამას ქვია ემოციას, ხო? ანუ განცდებს და ამიტომ ეს ადამიანი გასწავლის შენ იყო შენთან მარტო, მაგრამ ბედნიერად იგრძნო თავი შენს თავთან. გამიგეთ? ნუ უჩემოდაც ისწავლე კარგად ყოფნას. აი მე ვფიქრობ, რომ აი ნუ ვცდილობ მაქსიმალურად აგეხსნათ რა, ჩემი მარაგით რაც მაქვს ქართულში, მომწერეთ, აბა თუ გასაგებია თქვენთვის, იმიტომ რომ აი აქ მინდა რომ გადმოგცეთ ეს ენერგია ძალიან მაქსიმალურად, რომ იცოდეთ, რომ ეს მარტოობა არის შემავსებელი მარტოობა, ქვია კიდე მაგას რა. როცა მე შემიძლია ჩემს აი დავჯდე დილით და ყავა დავლიო და ვისიამოვნო ჩემს თავთან ერთად, რამე წავიკითხო, რამე მოვუსმინო, უბრალოდ თქვა თუ გაქვთ საშუალება გავალ ბაღში, დავჯდები, იქ ვისიამოვნე ბუნებით, მიხვდით? ანუ შევივსები, ანუ სხვა რამეთაც და შევივსები იმ ჩემი მარტოობით, შეიძლება თქვა წიგნი წავიკითხო, რამეს მოვუსმინო. აი ამ ენერგიას ახლა ეს პარტნიორი გაძლევთ თქვენ, რომ ისწავლო არ იყო დამოკიდებული, თქვათ ახლა ვიღაცაზე, რომ თუ მარტო შენ ახლა როცა ხარ ვერივსები, აუცილებლად თუ გჭირდება ვიღაცა და მithumet ეს პარტნიორი გამიგეთ რა ხდება. აი ამას გასწავლეს. ნუ მე მაქსიმალურად ვეცადე რომ ამეხსნა და აბა თუ გაიგეთ. რა რომელი მთავარი გაკვეთილი უნდა გავიარო მასთან. აი ყველაზე მთავარი აქ ნახეთ ახლა რა ხდება. აქ არის 10-იანი ნუ ფართუნა რა, ფართუნას უმაღლესი არკანი რა, მე-10. ანუ აქ მართლა რაღაცა უნდა შეიცვალო თქვენთან, აქ როგორ მომწონს ამ დასტაში. აქ თითქოს ყველა წმინდანი არის შეგროვილი და ანუ ყველა თქვენი ანგელოზები, თქვენი დამრიგებლები, ჩვენ ხოს ყველას ყავს რა, დამრიგებელი ანგელოზები რა, ჩვენი მფარველი ანგელოზები და აქ წყვიდავენ ნუ ბედს რა, ადამიანის ბედს, ძალიან ლამაზი არის, აი აქ 10-იანი რა. და თითქოს ყველა როლო ცულობს შენზე. და აქ რაღაცა უნდა, ნუ მოდით ახლა ჩვენ დავაზუსტოთ ცოტა. რომ მაინც აი აქ რას მეუბნებიან, რა უნდა შეიცვალოს, ბედი უნდა. სხვათა შორის ამ ადამიანს მე უკვე შემიძლია და რა გითხრათ, იცით, რომ აქ თქვენი ცხოვრება მაგ ადამიანის გვერდით უნდა შეცვლილი იყოს სრულიად. აქ არ იქნება სხვათა შორის ურთიერთობა ახალი. არ არის. თქვენ რაღაცებს გადეხართ უკვე ამ ადამიანთან. და თითქოს აი მთელი შეიძლება ნახეთ თქვენი საცხოვრებელი ადგილი შეიძლება შეიცვალოს, თქვენი აზროვნება, თქვენი даже ზოგ საქმიანობაც შეიძლება შეიცვალოს, ზოგ შეიძლება ანუ გარეგნობაც შეიძლება შეცვალეთ თქვენ, даже გემოვნება შეიძლება შეგეცვალოთ. ანუ აქ რაღაცა ძალიან გლობალური ცვლილები უნდა განიცადოთ თქვენ ამ ადამიანთან. შეიძლება გაგეხსნათ რაღაცა ისეთი ნიჭი, რომელიც თქვათ აი დამალული იყო თქვენში
სიტუაციაში, აი აქ ძალიან დიდი ცვლილები უნდა განიცადოთ თქვენ ამ ადამიანთან რა. კი, აი ხოგეობნები ცხრიანი არის კიდე აი აქ თასების და არის ულამაზესი. ანუ თითქოს ამ ადამიანთან სულ სხვანაირი მიდგომა, სხვა ცხრიანი თასების არის ხშირად ეზოტერიკაშიც წასვლა. ანუ რატო, ანუ როცა შენ გაქვს რაღაცა როდესაც დავიწყე ხო, ბევრი რაღაცა კითხვები მაქვს, მაგრამ ვეღარ პოულობ პასუხებს. მე ხა მე ვიცი რომ ჩემთანაც გოგოები რომ მოდიან, რომ მეუბნებიან, აი ახლა პირველად დავიწყე მე დაუშვოთ ახლა ტაროს ყურება, როცა ეს ადამიანი გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, ხო? იმიტომ რომ უკვე პასუხებს ვეძებდი და ვერსად ვერ ვიპოვე და მარტო ეს გამოსავალი მქონდა და არ არის ცუდი, იმიტომ რომ თუ თქვენ კარგ სპეციალისტთან მოხდებით, ახლა ის გაგიხსნის ყველაფერს და ტარო არის უმაღლესი დონის ინსტრუმენტი ახლა და ამიტომ მაგას შეუძლია უფრო ადვილად დაგეხმაროს შენ. ახლა როგორ მუშაობს და რანაირად მუშაობს ეს სხვა თემაა ახლა ეს ამას ახლა რა თქმა უნდა არ შევეხებეთ ახლა ჩვენ დღეს, მაგრამ მე გეუბნებით რომ ნამდვილად აი სხვათა შორის გასწავლის რომ აი ყველაფერი თუ რამე იყო დატოვო და ახალ ცხოვრებაში და პლუს კიდე აქ არის რვიანი თასების და აქ ვაჩვენებენ რომ ენერგია შემოაქვს მაგას თქვენთან ცხრიანი თასების. ანუ ზუსტად აი ეს მისწრება როცა შენს თავთან მიდიხარ რა ძალიან უნდა შეცვლილიყავით, ხო გითხარით აქ სახლი ყველაფერი რა ვიცი მე, ძალიან ბევრი ცვლილება უნდა შემოეტანა მაგას თქვენ ცხოვრებაში. მაგრამ ნახეთ და თან პლუს კიდე ანუ მთავარი გაკვეთილი აქედან რო ავიღოთ, ესე იგი ჩემი თვით შეყვარება. ჩვენ აი ზოგჯერ არ ვიცით რას ნიშნავს ჩემი თვით შეყვარება გამიგეთ და აი ზუსტად მაგას გასწავლის თქვენ ეს ადამიანი რომ შეცვალო მიდგომა რომ შენი თავი შეიყვარე. აი ძალიან მაგარი პასუხები მოდის რა. ნახოთ ახლა ჩვენ ესე იგი ანუ ჩემს რომელ ნაწილს ანათებს ეს პარტნიორი. აი ზუსტად თქვენი სულის, აი ნუ აქ ნახეთ თასები არის, სულ თასები მოდის. თასები არის ჯერ ნუ რა თქმა უნდა სიყვარულის ენერგია, მაგრამ აქაც სიგნიფიკაციაში გამოვიდა 4-იანი თასების, აქაც 4-იანი თასების გამოდის რა. ზუსტად თქვენ რომ მარტო რჩებით და გონიათ რომ ეხლა რომ ეგ რო არ არის ჩემთან, ესე იგი ალბათ ნუ სიყვარულის ნაკლებობას გრძნობთ, ამ დროს თქვენ აქ ხართ რომ აი ძალიან ლამაზად არის, მე მყავს გულში, ჩემს გულში არის, მაგრამ აი მე მაინც განვიცდი იმას რომ თქვათ ახლა 4-იანი არის საერთოდ თასების, ეს არის პერიოდი როცა ჩვენ შევდივართ უკვე გაკვეთილებში, იმიტომ რომ თავიდან რომ რა თქმა უნდა ადამიანს რომ ვეცნობით და ადამიანთან ახლა არავინ არ შევა ურთიერთობაში, ნუ რა ვიცი შეიძლება არის გამონაკლისი რომ ზემატყეფის მერე, ხო? რა თქმა უნდა მოგეწონა ადამიანის შეიძლება სადმე დაგპატიჟა ან თუ მიმოწერა ქონდა თქვა თბილი, კარგი და ურთიერთობა შეიძლება აი კარგი დროს ტარებით რა. ნუ ყველას თავისი რა თქმა უნდა ეს არის ეს კარგი დროს ტარება, მაგრამ მერე უკვე გადავდევარ ჩვენ შემდეგ ეტაპზე, როცა შეიძლება პატარა რაღაცა მოხდება და იმის გამო თქვათ იწყება არასასიამოვნო მომენტები რა. მაგრამ ეს არის ზუსტად შესვლა გაკვეთილებში რა, იმიტომ რომ ასე მიდის ეგეთი პროცესია და ამიტომ ეხლა აქ ადამიანი ზუსტად მაგას გაჩვენებს თქვენ რომ რასაც აი აქ ვთქვით კი რომ აი მარტო შენს თავთან რომ დაჯდე და მე სულ იმიტომ გეუბნებით ხოლმე როცა გაქვთ პაუზები, როცა გაქვთ თქვენ ახლა ანუ სიტუაციები რომ თქვათ ნუ შეიძლება ფიქრობ რომ დავშორდი, ნუ აი პაუზების დროს მით უფრო რა შეიძლება ადამიანი უცბად გაქრა, ან შეიძლება ადამიანი ახლა წერდა და 2 დღე 3 დღე დაიკარგა. ნუ რაღაც ეგეთი პაუზები ეს არ არის ყველა უბრალოდ, ეს არის ეტაპები. აი ზუსტად იმისი ანუ ისე იგი უნდა ჩათვალოთ, აი ხო კარგად ვიყავით მშვენივრად რაღაცა უცბად თქვათ მოხდა რაღაცა, ხო? აი ეს არის კარმული გაკვეთილი ზუსტად და იმიტომ რომ მონათესავეს სულების ნახეთ, იქ სხვანაირად მიდის პროცესი, სულ სხვა, იქ даже შეიძლება ადამიანი არ გამოჩნდეს 2-3 დღე, მაგრამ ასეთი განცდა არ არის. როგორც აი ესეთ კარმულ გაკვეთილებში, ნუ ურთიერთობაში სადაც გაკვეთილებს გავდივართ ჩვენ, რაღაცებს სწავლობთ, ხო? და ზუსტად აი ამას გაჩვენებს შენ, რომ შენ მაგ პერიოდში უნდა დაჯდე და დაფიქრდე, ანუ რა ხდება, რისთვის არის ეს ყველაფერი, რატო ხდება ეს ყველაფერი, ხო?
თქვენს ენერგიაზე, თქვენზე რო იფიქრო, თქვენთვის არის ეს ადამიანი, გაჩვენებს თქვენ იმ მხარეს ზუსტად სხვათა შორის აქ კიდე რას ვეტყოდი, იცით, მაგრამ მაინც კიდე თუ არა, მაინც მოდის ჩემთან ეს სიტუაცია, რომ თქვენი აქ მხარეს აჩვენებს, როცა თქვენ უნდა დარჩეთ მარტო თქვენთან და დაინახოთ თქვენი თავი. აი ყველა ეს გარეშე, თქვენ როგორი ხართ? თქვენი თავის გახსნა, არ ვიცი, ხა მე აი კიდევ გიმეორებ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აგეხსნათ ეს პროცესი, ეს არ არის ადვილი გაშლა, ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ აქ რაღაცა, ეს აქ ადამიანი უნდა იყოს მომზადებული იმისთვის, რომ მოусმინოს ამ გაშლას. ვნახოთ ახლა რა რომელი შიშები ან ბლოკები გააქტიურდა თქვენს, გააქტიურა, მაგრამ ისიც ნახეთ კიდე გეუბნებით. შიშები და ბლოკები რა გააქტიურა თქვენში, პენტაკლების დედოფალი. შეიძლება თქვენ გქონდათ რა, აქ ზოგს შეიძლება გქონდეს როგორი შიში, იცით? პენტაკლების დედოფალი არის აქაც 7-იანი პენტაკლების, მოიცადეთ. სხვათა შორის რა პოტენციალს ხსნის ეგა თქვენში, იცით? ძალიან მაგარი პოტენციალს. ფულის ენერგიას სხვათა შორის, მაგრაც ხსნის ფულის ენერგიას თქვენში. იმიტომ რომ ნახეთ, აქ თქვენში ხსნის რაღაცა ნიჭს, რითიც თქვენ შეგიძლიათ, ანუ რაღაცა ცოდნას, მოდით ასე ვთქვათ, რომ ყურუმი გამოვიდა, რა თქმა უნდა, აქ ბევრისთვის იქნება, ვინც არიან, თქვათ, ვისაც აქ ტაროსთან შეხება, ვისაც აქ, თქვათ, ეზოტერიკასთან, ფსიქოლოგიასთან შეხება, ნახეთ, მონეტიზაციას. აი, გეტყვით ახლა, შეიძლება თქვენ ცოდნა გქონდათ, აი ღმერთო ახლა ძალიან ისეთი მაგარი ნაკადი მოდის, რა ვქნა ახლა ვინც გაჩერდები და ვინც მომუსმენთ, ახლა მე ვეცდები მაქსიმალურად ახლა აგეხსნათ თქვენ აქ რა ხდება, რა ბლოკი. პენტაკლების დედოფალი არის ქალი, რომელსაც ახლა შეუძლია ფულის შოვნა, მაგრამ შეიძლება ბლოკი არის იმისი, რომ თქვათ მე არ ვიცი როგორ რანაირად ვიშოვო, თქვათ ეს ფული სიტყვაზე, ხო? ყველასთვის არ იქნება, აი ძირითადად ეგეთი თემა არის, იმიტომ რომ უფრო მეტი კი გქონდა თქვენ რაღაცა ფული, მაგრამ უფრო მეც ელოდებოდით ხოლმე, მაგრამ არ იცოდით რითი შემიძლია, თქვათ, კიდე მქონდეს ფული. ან როგორ, ეს ადამიანი ხსნის ძალიან მაგრად თქვენში ამ ენერგიას რა. იმიტომ რომ თქვენ აქ ყველა ვარიანტში რაღაცა ცოდნას შეიძენთ, რაღაცას, ანუ უფრო თუ ეს არ არის თქვენში, აი რა გითხრათ რა, დააკავირდეთ რა. იმიტომ რომ ასეა, აი 1000%-იანი გეუბნები, შეიძლება თქვენ ბევრი დიდი ფულის შიში გქონდათ და იყავეთ კმაყოფილი მხოლოდ იმით, რაც გქონდათ. მაგრამ ეს ადამიანი, ნახეთ, პრინციპში ეს ასეა, ნახეთ, შეხედეთ, დავუშვათ ახლა თვით შეყვარება. რას ნიშნავს? მე მინდა, თქვათ, რითი დავიწყეთ ჩვენ, რომ ფული როცა მაქვს, თქვათ, მე მუშაობ, თქვათ, წასული ვარ, მუშაობ და რაც მოდის ფული, მე ყოველთვის ვუნაწილებ სხვებს, თქვათ, ვუგზავნი, ნუ ზოგი ვინც მუშაობს, თქვათ, შვილებზე გავიქცევი რაღაცა, უყიდო ოჯახს რაღაცა გავუკეთო, რა ვიცი, ახლობლებს, ნუ ყველასთვის, მაგრამ ჩემთვის აღარ რჩება. აქ ადამიანი გასწავლის თქვენ, რომ შენს თავზეც უნდა იფიქრო, რომ შენ მარტო შეიძლება, რომ ანუ და მე სულ მასე ხარ, რომ თითქოს ახლა ვერ ცდები შენ იქამდე, რომ იმ ფულამდე, რომელიც შენზე არ ფიქრობ, გამიგეთ რა ხდება და აი მე სულ რაღაც ესეთ პროცესში ხარ, რომ აი კიდე სად შემიძლია ვიშოვო, ნუ როგორ არის, იცით, რომ შენზე არ ფიქრობ, სულ მარტო სხვებზე ფიქრობ. აი აქ ეს ბლოკი გქონდა თქვენ, მიხვდით, რომ ესეც ბლოკია, როცა მე ჩემთვის არაფერს არ ვაკეთებ და მარტო სხვებზე ვფიქრობ.
გამიგეთ? აი ამას ან შეიძლება შიში ხო ვთქვით ჩვენ შიში რა, რომ აი დანაკლისის შიში შეიძლება არ მეყოფა. ან ეგეთი რაღაცა მოდის აქ და ეს ადამიანი ამას თქვენში ხსნის, კი ბატონო, მაგაზე მუშაობს, ხსნის ეს ადამიანი თქვენში ამ ენერგიას. მე ველოდები თქვენ კომენტარებს, იმიტომ რომ ძალიან ღრმა გაშლა არის აქ და რა ვიცი, რამდენად გამიგეთ, ესეც მაინტერესებს რა. ვნახოთ ახლა რას აი ზუსტად კიდევ იგივე რა. რას მიხმარება ის განკურნებაში. აი ახალ პოტენციალს ხსნის ეს ადამიანი. აქ რაღაც ძალიან მაგრად მუშაობს. აქ უშუალოდ ადამიანი მუშაობს თქვენზე, თქვენს გასხდნაზე, თქვენ ახალი ნაბიჯის გადადგმაზე. შეიძლება გააკეთო ის, რაც ადრე არასოდეს არ აკეთებდი და გამოგიყვანოს რაღაცა მოლოდინის რეჟიმიდან. გამიგეთ რა ხდება? შეიძლება აქ ახლა ისე რა ქვია, კი, ხსნის, ახალ გზაზე გაყავხართ, აი სულ ახალ გზაზე გაყავხართ თქვენ. ახალი მოცემებზე გაყავხართ ამ ადამიანს თქვენ. აქ გებიცებით ვიღაცას მართლა ძალიან გაეხსნებათ ეზოტერიკული ცოდნა. აი ძალიან მაგრად შეიძლება თქვენ ვაფშე ვერ წარმოგიდგენიათ და მაგრამ მაგ ადამიანის მეშვეობით ესეც გაგეხსნა. ანუ კიდე რა არის იცით? აქ ახლა შეიძლება თქვენ არ აძლევდეთ თქვენს თავს გეკეთებინათ ის, რაც თქვენ გინდათ. და ამ ადამიანის მეშვეობით ზუსტად თქვენ მიეცეთ თქვენს თავს უფლება, რომ მე რაც მსიამოვნებს, აი იმით მინდა ვიყო დაკავებული. გამიგეთ? ანუ თუნდაც ახლა ის სიტყვაზე ახლა მოდით ისევ მაგალითი, ტარო, თქვათ, მე მინდოდა, მაგრამ მომწონდა, მაგრამ მაინც ვფიქრობდი ვინ რა სიტყვის. შეიძლება თქვათ ოჯახის წევრები თქვათ არ იქნებოდნენ ან ვიღაცები რაღაც, რა ვიცი, ვიღაცის აზრებს ეთვალისწინებდნენ და ეს ადამიანი შეიძლება ისე იქცევა, რომ ანუ როგორც მინდა იმას ვაკეთებ, მე არავის არ ვუსმენ. მე რაც მინდა, ჩემთვის რაც კარგი იქნება, იმას გავაკეთებ. თქვენც ახლა მაგასთან სივრცეში ყოფნის დროს შეიძლება იფიქროთ, რომ მე რატო არ შემიძლია. ნახე, აი დავუშვათ даже ელემენტარულიდან შეიძლება იყოს. აი თქვა დავუშვათ თქვენ ახლა თქვენს მას არ ეუბნებით რამეს, თქვა ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ მე არ უთხრა მაგას რამე ისეთი მტკივნეული, რომ მაგას არ ეწყინოს, მაგრამ მას შეუძლია გითხრას ისეთი რაღაცა, რომ არც დაფიქრდება და იფიქრებ, რომ აი რანაირად მეუბნება, როგორ ბედავს ახლა და რატო მეუბნება ასეთ სიტყვებს, რომ ახლა მე ხო არ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას და ეს რატო არ აძლევს. ეს ამით გაჩვენებს შენ, რომ შენ უნდა შენ რაც გინდა ის უნდა გააკეთო. კი, შეიძლება ეს ხა არ იყოს ადვილი, რომ რა თქმა უნდა ხა რასაც მომადგება პირზე ხო არ ვეტყვე, მაგრამ აქ სხვა სიღრმე არის ამაში, რომ ესე იგი შენ ბლოკავ შენში იმდენ რაღაცას, რომ აი ესე იგი არ ამბობ იმას, რაც შენ გინდა, არ იქცევი ისე როგორც შენ გინდა, სულ უყურებ რას იფიქრებენ, რას თქვათ, აი თუნდაც შეიძლება ერთი ოჯახის წევრის აზრის შეიძლება გქონდეს, თქვათ, ნიშნულოვანი შენთვის, მაგრამ იმიტომ რომ მაი ესეც უკვე შეზღუდვა, გამიგეთ? ანუ შენ შეიძლება მიდიხარ და გეუბნება დალი ახლა რძე და არ გინდა, თქვათ, ხო, მაგრამ იმას რო არ ვაწყენინო, უნდა დავლიო. სიტყვაზე გეუბნებით, გამიგეთ? მაგალითად გეუბნა. ან ყავა უკვე დილიდან გააკ 10 ჭიქა დალეული და მიდიხარ გეუბნება, მოდი ყავა დავლიო და არ გინდა ეს ყავა უკვე. მაგრამ აი რო არ ვაწყენინო, მოდი დავლიო, გამიგეთ? და ეს ადამიანი პირდაპირ დაუშვათ გეუბნება, არ მინდა ყავა რა. თქვენ ახლა შეიძლება უცბად თავიდან წყინს რას არ გინდა ხა მე ხო ვთავაზობ და ხა ჩემთან ერთად დალი რა მოხდება. მე არ მინდა. აი ასე გეუბნა, მე არ მინდა. და თქვენ ახლა აი ეს თავიდან შეიძლება შოკი გქონდეთ, მაგრამ მე დაფიქრდებით, რომ მასე შეიძლებოდა, რომ მეც მეთქვა, რომ არ მინდა, თუ არ მინდა, გამიგეთ? აი ამას ზრდის ეს თქვენში. აი ეს მინდა ვთქვა და მერე პლუს კიდე ახლა რა თქმა უნდა რა ეზოტერიკაში შესვლა რას ნიშნავს? რომ თქვენ დაიწყებთ მერე უკვე ყურებას, თქვათ გაშლა, რატომ ასე იქცევა? მაგრამ იწყება საიდან? აი თქვათ ახლა მე
ვთქვათ, არ აკეთებს იმას, რასაც ვთქვათ, მე მეწინააღმდეგება. აი ეს ისე და აი ამ თემებზე ეძებთ, გაშლებს, გამიგეთ, მე ნელ-ნელა თქვენს პასუხებს ფოულობთ და უკვე მე სხვანაირად უყურებთ ყველაფერს და ზოგს მე უჩნდება სურვილი, რომ მოდი მეც ვისწავლო და იმიტომ რომ მე რო ეს გამოვცადე, ხო? მე რატო აი მაგალითად სულ ვეუბნები ხოლმე ღმერთს, რომ ღმერთო, მომეცე კიდე რამე თქვათ მითხარი კიდე რითი შემიძლია ვიყო საჭირო სხვებისთვის და რასაც გადიხარ თქვენ ხო რაღაცა ეტაპებს თქვენ რომ ამას გაივლით ხო მე უკვე რა თქმა უნდა გიჩნდება სურვილი რომ მოდი სხვას გავუზიარო როგორ აი მე რატო გელაპარაკებ თქვენ ახლა გაშლის დროს ახლა სულ აი ასე დაწვრილებით გიხსნით იმიტომ რომ მე არ მინდა რომ თქვენ უბრალოდ აი ასე ზედაპირული პასუხები მიიღოთ და მე ზიხარ და არიცი იმიტომ გიღეჭავთ ყველა პოზიციას რომ დამშვიდდეთ და წყნარდეთ, გაიაზროთ, რომ აი რა ხდება, რატო ხდება ეს ყველაფერი. აი, რო გითხრა, რომ ხო ეს ზრდის შენში თქვათ, ეხლა თვით შეყვარებას, რას ნიშნავს ეს თვით შეყვარება? რანაირად მზრდის, რა არის? მიდიხარ უფრო მეტი კითხვები გრჩება, ვიდრე პასუხი მიიღე, ხომ ასეა? ხო და ამიტომ თქვენც აი ასე როცა პასუხი როცა გააქვს, შენ რაღაცა გაიარე, შენ უკვე იცი და ვიღაცა რომ მოდის, შენ ახლა გინდა გაუზიარო მაგას გამიგეთ და მე ზოგი ახლა მიდის თქვათ, ნუ რაღაცას თქვათ მიმართულებას ეძებს და ამ დროს ეს მე გამოჩნდება თქვენი პირადი დანიშნულება და მე იწყებ დახმარებას, ეხმარებით ადამიანებს და იქიდან მე თქვენი ფულის ენერგიაც იხსნება. ეს ძალიან ისეთი პროცესია საინტერესო სხვადასხვა. ნუ აი ზუსტად კითხვის შემდეგი კითხვა გვაქვს, ჩემი რომელი ახალი ვერსია ყალიბდება ამ ურთიერთობის წყალობით. აი რას გელაპარაკეთ? მიხვდით? ზუსტად აი ეს პიროვნება, რომელსაც უნდა რომ სხვაც განიკურნოს, მე განვიკურნე, ეხლა მე მინდა სხვებს დავეხმარო, რომ ისინიც განიკურნონ, გამიგეთ? იმიტომ ჩვენ ასე რატო ვართ საჭირო ერთმანეთისთვის, იმიტომ რომ მე ჩემოსწავლებს სულ ვეუბნები ხოლმე, არ არის კონკურენცია არანაირი, მით უმეტეს აი ასე დამხმარე პროფესიებში მით უფრო, იმიტომ რომ თქვენთან ყოველთვის მოვლენ ადამიანები ვისაც აქვს იგივე სიტუაციები, რაც თქვენ გამოიარეთ, ან გადიხართ. მაგრამ თქვენ უკვე გამოიარეთ, თქვენ უკვე გზა იცით, თქვენ უკვე განიკურნეთ, ხო? ამიტომ თქვენ უკვე პასუხი გაქვთ იმათვის, რა შეუძლია რომ გააკეთონ იმ ადამიანებმა, იმისათვის, რომ მაგათაც ანუ განიკურნონ და კარგად იყოს ეს ადამიანი. აი მკურნავის ენერგია არის, მე აქ უკვე თქვენთან მოდის და თქვენ ხართ უკვე ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვებსაც დაეხმაროს, გამიგეთ, აქ ახლოს თუ ნახავთ, გოგო ზის და ნახეთ წყალი აქ და აძლევს ადამიანებს ამ წყალს, ალევინებს, კურნავს, ხო ხვდებით რა, აი წყალი რატომ მიდევს ხოლმე, რომ ძალიან კარგი ენერგიის გამტარი არის, ძალიან მithumetes როცა ენერგიებთან მუშაობს, წყალი უნდა დაალევო, ისედაც კარგია. და ნახოთ ახლა ბოლო ჩვენი კითხვა, ანუ რა არის ამ პარტნიორის გამოჩენის უმაღლესი მნიშვნელობა თქვენს ცხოვრებაში. აი ზუსტად ახლა ნახეთ, აქ არის ხმალების დედოფალი, ანუ თქვენი გახსნით ხმალების დედოფალი, ეს არის ჭკუა, ეს არის ტვინი, ეს არის პროფესიონალი, ეს არის ადამიანი, რომელსაც აი ეს შეუძლია მართლა გონებითაც და ცოდნითაც დაეხმაროს სხვებს. კიდევ ნახოთ. კი. და პლუს კიდე აი ნახეთ პენტაკლების დედოფალიც მოვიდა და მაგი 20 ხო აქ არის ნახეთ ის რომ თქვენში გახსნას ეს პირველ რიგში როგორც გითხრა აი ბლოკი ხო გაქვთ თქვენ აი აქ იმიტომ რომ ზოგჯერ ნახეთ კიდე ცოტა ჩავარღვაღდები რატომღაც გონიათ რომ ვინც არის დაკავებული თქვათ ეზოტერიკით ან ფსიქოლოგები ხო არიან ადამიანები რომელსაც უფასოდ უნდა დაეხმარონ არავითარ შემთხვევაში აქ პირიქით არის ყველაზე ძალიან მაღალი ანაზღაურება რატომ არის იმიტომ რომ ესეთ ადამიანები მუშაობენ ჯერ ეს ერთი ენერგიებთან ხო გინდა ფსიქოლოგი იყავ მithumetes როცა ხა ტაროს მაგალითად ვიყენებ ან გინდა ასტროლოგი გინდა თეთრხილინგი გინდა სხვადასხვა ენერგოპრაქტიკოსი ფული არის ენერგია ეგაც ხო ანუ შენ ხარჯავ ენერგიას პლუს კიდე შენ იმისათვის მე რომ ამდენი გელაპარაკოთ ახლა თქვენ ამისათვის იმდენი კურსიც მაგ დამთავრებული იმდენი ფული მაგ ჩადებული იმდენი რაღაცები ანუ ახლა იქ
ჰქიმიც ხო სწავლობს უმაღლესში, იხდის ფულს რომ მიიღოს განათლება და მე ახლა რა თქმა უნდა მაგასაც ან უხდიან პირადად კლიენტები, პაციენტები უკაცრავად, ან დაუშვოთ ახლა თუ მუშაობს სადმე ექიმად, ხელფასს იღებს, ხო? რადგან ექიმია ხوارზის ახლა უფასოდ და ჰიპოკრატეს აქ ბიცი დადებული, მაგრამ უფასოდ არავინ არ მუშაობს, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი. ახლა ჩვენ ვეხმარებთ რა თქმა უნდა ერთმანეთს, მაგრამ დედამიწაზე ახლა რო ვცხოვრობთ, ჩვენ ახლა ჭამაგვინე და დანარჩენი ყველაფერი, ხო და ამისთვის ეს არის ფინანსები და როცა შენ უკვე მუშაობ ენერგიებთან, შენც ხარჯავ ბევრ ენერგიას და იმისათვის რომ არ იყო თქვა ახლა სულად დავარდნილი, რომ დავარდები, ეს ძალიან მაგარი რაღაც არის, ნუ ღრმა თემა და ამაგან ზოგს გონიათ რომ რატომღაც ეს უნდა გასცე ისე და აქ თქვენში შეიძლება იყო ეს ბლოკი, რომ თქვა აი როგორ ავიღო ფული, როგორ ისა და აი იმიტომ გეუბნებათ შენი თავით შეიყვარე რა, შენ რო ისწავლე და შენ რო თქვა ახლა გადეხარ შენს გზას და შენ თუ ამას ირჩევ უკვე როგორც პროფესიას, თუნდაც დამხმარე პროფესიას, ხო? აი აქ ეს ადამიანი შენში ხსნის პენტაკლების დედოფალს და ანუ და პლუს კიდე ამ შენს უფრო მასშტაბურად ხსნის და ამ ბლოკებს და ყველაფერს ხსნის შენში რა. ყველაფერს ხსნის და ყველაფერს გაძლევს საშუალებას, რომ შენ გქონდა ძალიან საინტერესო ისე არის ახლა სამყაროს არკანი, მაგრამ გავს ძალიან მაგის არკანს, რა ვიცი, საინტერესო არის. ეს ზუსტად იმენა მაგის არკანი შეიძლება შეეშალათ ახლა და ბეჭდის დროს არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ბევრ მასშტაბურ ენერგიებს სხვადასხვა სფეროებში და ფულის ამ ენერგიასაც ხსნის ეგ თქვენში რა. რო თქვენ თავი დააფასოთ, კი ბატონო, ძალიან სხვათა შორის ამასეთ ენერგია აქვს, რომ აი დააკვირდეთ, რომ თქვენ თვითონ აძლევთ სხვა ადამიანებს ბევრ ენერგიას, ბევრ რაღაცა სითბოს და ეს ადამიანი ხსნის თქვენში, ნუ ენერგიას გაძლევთ მაგისთვის რა. ანუ აქ ძალიან მაგარი გაშლა, აი უმაღლესი და პლუს კიდე რა თქმა უნდა ფინანსური მდგომა. ფინანსებს ხსნის თქვენში, ეს რა ქვია, ფულის ენერგიას ხსნის ადამიანი თქვენში. დააკვირდეთ რა. და თქვენ ახლა არ არის ეს უბრალო ადამიანი სხვათა შორის თქვენ ცხოვრებაში. არ არის. აქ ამ ადამიანის მეშვეობით ძალიან კარგად გაიხსნება თქვენი საერთოდ აი უფრო ეს საგვარეულოსგან გამოგზავნილი ადამიანი არის. ეს არ არის უბრალო ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელიც არის გამოგზავნილი თქვენსკენ იმისთვის, რომ თქვენ იყოთ ბედნიერი, თქვენი სექსუალური ენერგია გაიხსნას, თქვენი ფულის ენერგია გაიხსნას და თქვენ ყველაფერი თუ რამე გექნება თქვათ ახლა კიდე ცირთულიები ცხოვრებაში, თქვენ ყველაფერს მოერევით, იმიტომ რომ რაღაც აი როცა შენი თავი გიყვარს, როცა შენ მართლა შენ თავს აფასებ, მე უკვე შენ შეგიძლია ადვილად დაეხმარო სხვებსაც დაუდგე გვერდში და აქ აი გეუბნებით ეს აქ იმდენად უყვარხარ თქვენ საგვარეულოს, რომ და ეს ადამიანი იმდენად ამის ჩაგიგდეს რა. აჰა, მიდი ახლა დაეხმარე მაგას, ახლა მაქსიმალურად როგორც შეგიძლია. რა ვიცი, ჩემო სიხარულებო, ძალიან ვეცადე მაქსიმალურად ეს რთული გაშლა ჩამეწერა თქვენთვის. რა თქმა უნდა, ახლა როცა ეს რთული გაშლები არის, რუსულად კი უფრო მიადვილება და იქ კი ვაკეთებ, მაგრამ მაინც ვეცადე, რომ თქვენთვისაც გადმომეცა ეს ენერგიები. გელოდებით კომენტარებში თუ რეზონირდათ, მომწერეთ თქვენ მხარდაჭერას ველოდებით, ჩემო სიხარულებო. მე რა თქმა უნდა გისურვებთ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებას და ყველაფერს აი კარგს თუ რამე არსებობს.